გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო. საქართველოს პატრიარქად არჩევას ულოცავთ შიო მესამეს, უსურევთ მას წარმატებებს საქმიანობაში და იმ ძიმე ჯვარის მსუბუქად ტარებაში, რაც უფალმა მას დააკისრა. უერთდები მილოცებს და ახლა კი შეგახსენებთ, რომ ჩვენ გონების დაფას წარმოგიდგენთ გია გიორგაძე და გოგა ჩანადირი და გთავაზობთ ძალიან საინტერესო სიახლეებსაც. კი, დღეს გვექნება საინტერესო სიახლეები, როგორც საქართველოს საჯადრაგო კუთხით, ისე მსოფლიოს საჯადრაგო კუთხით. გვეყოლება ძალიან საინტერესო სტუმარი სტუდიაში. ჭადრაგის დიდი მეგობარი, იუმორისტი, სცენარისტი ზაქ როინწკირველი, რომელთანაც ძალიან საინტერესო საუბარი გეგმავთ. აგრეთვე განვიხილავთ საჯადრაგო პარტიას, სხვათა შორის მაგნუს კარლსენმა ჩაუტარა მასტერკლასი თურქ ტალანტს, პატარა თურქ ტალანტს ამ პარტიას განვიხილავთ ჩვენ დღევანდელ გადაცემაში და გვექნება ამოხსნების კონკურსი. ჩვენ ძალიან საინტერესო სიახლეები გვაქვს ასაკობრივი ჩემპიონატი და რომელსაც მეც მოუთმელად ველი მის შედეგებს. დასრულდა ევროპის სასკოლო ჩემპიონატი, რომელშიც ჩვენი ქართველი ბავშვები იღებდნენ მონაწილეობას. ჩვენ ამის შესახებ წინა გადაცემაში ვსაუბრობდით. დავით ჯოჯოა იყო დელეგაციის ხელმძღვანელი და მთავარი მწვრთნელი და ტრიუმფით დასრულდა ქართველი ბავშვების 8 მედალი ავიღეთ. მე გმინდა გავაცნო ჩვენ მაყურებლებს შედეგები. 13 ქვეყნის 100 მოჭადრაკე მონაწილეობდა ღონისძიებაში და ჩვენი მოჭადრაკეების მონაგარი ესეთი არის. ოქროს მედლები მოიპოვეს გაბრიელ გაბადაძემ და ლილე სვანაძემ. ვერცხლის მედლები მოიპოვეს ანდრია კვირიაშვილმა, ლიკა ჩხარტიშვილმა, ალექსანდრე ხონღაძემ, თეა რუსიტაშვილმა, მარიამ რეხვიაშვილმა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ლუკა კუნთელიამ. მიულოცოთ გოგა ჩვენს ახალგაზრდებს ეს წარმატება და უსურვოთ რომ ასე გაეგრძელებინოთ და მთავარი წარმატება მიაღწიოთ უკვე ევროპის და მსოფლიოს ასაკობრივ ჩემპიონატებზე. სხვათა შორის თუ ადევნებდი თვალს ამ მათ გამოსვლებს, ეს მაინტერესებს და რა პოტენციალს ხედავ ჩვენს ამ მოზარდებში. ნუ ახლა პირდაპირ ვიტყვი რომ ეს ტურნირი არ არის იმ დონის, როგორც არის გვას ევროპის და მსოფლიოს ასაკობრივ ჩემპიონატები, მაგრამ ნებისმიერ დამწყებ მოჭადრაკეს, ახალგაზრდა მოჭადრაკეს წირდება სტიმული გოგა და ეს წარმატება მათთვის იქნება დიდი სტიმული. დიდი სტიმულს კიდევ მოსდევს ბევრი მეცადინეობა და უფრო მეტი მონდომება. და ჯოჯოასაც აქვს ის გამოცდილება, რომ აი ეს მონდომება და აი ეს სტიმული მიაცემინოს ბავშვებს და მათ კი საუკეთესო შედეგები დადონ. საერთაშორისო სიახლებიდან ძალიან საინტერესო არის, რომ უკვე ფიდემ გამოაცხადა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის მასპინძლობისათვის კონკურსი. იცით რომ ინდუელი და უზბეკი მოჭადრაკე ერთმანეთს ხვდებიან, ალბათ ამ ორ სახელმწიფოს შორის გაიმართება დავა თუ რომელი მასპინძლებს ამ ჩემპიონატს, თუმცა არ არის გამორიცხული მესამე ქვეყანამაც აიყოს ეს ჩემპიონატი. მაგრამ სანამ ჩემპიონატი დაიწყება, უკვე შედგა პირველი დაპირისპირება მსოფლიო ჩემპიონსა და პრეტენდენტს შორის. ესეთი ტურნირი გაიმართა პოლონეთში, რომელსაც ქვია დიდი საჭადრაკო ტური, ანუ ინგლისურად Grand Chess ტური და სოლიდური საპრიზო ფონდი არის, $200,000 არის საპრიზო ფონდი. პირველი შეხვედრა იყო სტრაფჭადრაკში და იყო ელუსებულ ჭადრაკში. პირველი პარტია შედგა სტრაფჭადრაკში. მსოფლიო ჩემპიონი იყო შავები და პრეტენდენტი თეთრები და გაიმარჯვა მსოფლიო ჩემპიონს. სხვაშორის ვერ დამალა მან ემოცია პარტიის გამარჯვების შემდეგ. მაყურებლებს ეს სურათი გვაქვს და უნდა ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებლებს, მაგრამ ელუსებურ თამაში უკვე პრეტენდენტმა იმარჯვა და ასე რომ რევანში აიღო. მაინც მე მინდა შედეგები გავაცნო ჩვენს მაყურებლებს. სტრაფჭადრაკში პირველი ადგილი დაიკავა ჰანს ნიმანმა, მეორე იყო ვესლი სოუ, მესამე იყო ვლადიმერ ფედოსოვი. ელუსებულ ჭადრაკში პირველი იყო ფაბიანო კარუანა, ალიზეა ფერუჯა, ჰანს ნიმარი და საერთო ჭადრაშიც დაითვალეს. საერთო ჭადრაში ჰანს ნიმანი გახდა ამერიკიდან ჩემპიონი და $50,000 საპრიზო ფონდი მან მოიპოვა. ძალიან მახარებს რომ გაიზრდება ჭადრაკში საპრიზო ფონდები. კი ბატონო, მეორე ადგილზე გავიდა ფაბიანო კარუანა და მესამე ადგილზე გავიდა ვესლი სოუ. რაც შეეხება გუკეშ, ის იყო მე-6-ე, სინდარო იყო მე-7-ე. სულ ნახევარქულა იყო მათ შორის, ხო? ასე რომ თავარი ინტრიგა წინ არის, ხო? კი და ხო არ ფიქრობდია რომ პრეტენდენტი ამ მსოფლიო ჩემპიონი, აი მოახლოებული ამ ჩემპიონატის წინ რაღაცას მაღლავენ და ამიტომ დიდათ არც გამოირჩევიან მაღალი შედეგებით და აი მომზადების ფაზაში არიან. შეიძლება არ არის გამორიცხული, რომ ძალიან სერიოზული მატჩიელით მაწინ და ეს ყველაფერი შეაძლებელია, თუმცა დაველოდოთ როგორი წარიმართება შემდეგი ტურნირებში, შეიძლება ისინი კიდევ შეხვდნენ ერთმანეთს და ვნახოთ აბა როგორი იქნება. ძალიან საინტერესო ტურნირი გაიმართა შვედეთში, მალმეში და
კლასიკურ ჭადრაკში დაბრუნდა კარლსენი, რაც მნიშვნელოვანი არის. მან განაცხადა ერთხელ აღარ ითამაშებდა კლასიკურ ჭადრაკში და მხოლოდ სწრავდა ელუსებურ თამაშში თამაშობდა, მაგრამ ის დაბრუნდა კლასიკურ ჭადრაკში, დაბრუნდა რა თქმა უნდა გამარჯვებით, თუმცა ცუდად დაიწყო ტურნირი. მან ის შუა ტურნირის განმავლობაში დამარცხდა და ფაქტიურად ბოლო 3 პარტიის მოგება დასჭირდა, რომ პირველი ადგილი გაიყო და ბოლო პარტიაში ზუსტად მან როგორც გოგა შენ თქვი, კლასიკურად ჩაუტარა გაკვეთილი ახალგაზრდა თურქ მოჭადრაკეს ერდოღმუს და რომლის პარტიასაც ჩვენ ნახავთ დღეს. ამ პარტიის მოგების შემდეგ მან გაიყო პირველი ადგილი ინდოელ მოჭადრაკე ერგასისთან და შემდეგ შედგა დამატებითი პარტიები უკვე სწრაფჭადრაკში და გაიმარჯვა უკვე კარლსენმა და ისევ კარლსენი და იქნება აი ეს სწორედ აი ცუდი დასაწყისი იყოს კვლავ მისი კლასიკურ ჭადრაკში დაბრუნების საფუძველი. არა, მე მგონი კლასიკურ ჭადრაკში გააგრძელეს ასპარეზობას, რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელია, რომ მოჭადრაკე, რომელიც ცული და ხორცით ამ საქმისთვის არის დაბადებული, მან უარი თქვას კლასიკურ ჭადრაკს. ეს მაინც კლასიკა არის, ხო? ხდება კარლსენი ჭადრაკს მოკლედ. რა თქმა უნდა. გოგა ჩვენ საუბრობთ წინა გადაცემაში არგენტინელ მესიზე, ჭადრაკის არგენტინელ მესიზე, ფაბიანო 12 წლის მესზე, ოროზე, ფაუსტინო ოროზე, რომელსაც ჰქონდა შანსი რომ შეესრულებინა დიდოსტატის ნორმა წინა ტურნირში, მაგრამ მან ვერ შეძლო ეს, მაგრამ შემდეგ ტურნირში უკვე იტალიაში მან შეძლო დაიფიქსირებია ეს ბოლო დიდოსტატის ნორმა და მან 12 წლის 6 თვის და 26 დღის ასაკში დააფიქსირა დიდოსტატი. ეს არის მეორე შედეგი ასაკობრივი შედეგი, ეს არის მეორე შედეგი. მოჭადრაკეს მოიხსენიებენ ჭადრაკის მესად, ხო? ჭადრაკის მესად და ნუ რა ვიცი, მე წავიკითხე ინტერვიუს ხოლმე ამ პატარა ბიჭია, ხო 12 წლის ბიჭი და ის ამბობს, რომ ტალანტი მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მეტად მნიშვნელოვანია თუ როგორ მუშაობ. და ის ამბობს, რომ 6-8 საათი ყოველდღურად მუშაობს, იმიტომ რომ თუ გინდა გახდეთ მსოფლიო ჩემპიონი და მას ეს სურს, აუცილებელია ბევრი იმუშაო. ხო, შრომის და სწავლის გარეშე ყველა ვიცით მით უმეტეს ჭადრაკში არაფერი გამოდის, ამიტომ ვუსურვებთ მას და მოჭადრაკეებს საერთოდ სწორედ შრომას და ამ შრომის შედეგის ასე ვთქვათ მიღებას. კი ბატონო, ეხლა არის რუბრიკა ჩვენთან სტუმარი. სტუმარი კი უკვე როგორც ანონსში გითხარით, გვაყოლება ზაქრო ინცკირველი. გონების დაფის დღევანდელი სტუმარი არის ჭადრაკის დიდი მოყვარული და მეგობარი, იუმორისტი, სცენარისტი ზაქრო ინცკირველი. გაბარჯობა. რამბლა ჭადრაკის დიდი მეგობარია, დიდი მადლობა რომ გვეწვიეთ სტუმრად. მადლობა თქვენი მოწვევისთვის, დიდი სიამოვნებით მოვედი, პირდაპირ გეტყვით, იმიტომ რომ ჭადრაკი მიყვარს უზომოდ, ჩემი ცხოვრების ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და საინტერესო ნაწილია და რა ვიცი, თუ კი მაქვს უდმო საშუალება ჭადრაკთან ვიყო, ვარ, როგორც ჩემი. აი გვიხარია რომ სწორედ ახლა გონების დაფა რომელიც ჭადრაკს ეძღვნება, აი ისე ჩვენთან ერთად ხარ და დიდი მადლობა ამისთვის და მინდა კითხო, აი როდესაც ჭადრაკს თამაშობ, როგორც სცენაზე იმპროვიზაციის სიმედზე ხარ თუ ემზადები წინასწარ? უფრო იმპროვიზაციის რა, ახლა ბოლო პერიოდში მით უმეტეს როცა ახლა ბავშვობაში სერიოზული ტურნირისთვის ალბათ მზადების დოზა მეტი იყო და ახლა ხო იმპროვიზაცია ერთი შეიძლება დასაწყისი უბრალოდ ჩემი საყვარელი დებიუტივით მაგალითად შავებით უფიმცები მიყვარს და 4-ზე D6-ით პასუხობდა მე დანარჩენი ახლა როგორც მე როგორ ხელით თვითონ თავარია როკი გავაკეთო დროზე ცენტრში არ დავჩე და პლანგზე დაიწყო ცენტრში შეშედო მე ავირჩიე ხო თამაში როგორ და ასე იმპროვიზაცია მაინც ძირითადად. საკრო, აი ყველა მოჭადრაკეს ქონდა და აქვს თავისი საიდუმლო ხრიკები. აი მაგალითად თავის დროზე, როცა სიგარეტის მოწევა შეიძლება და ზოგი მოწმეამდე გესაბოლებდა. თამაშის დროს სიგარეტის მოწევა შეიძლება. კი, შეიძლება, ადრე შეიძლება. იყო ერთი დინოსტატი, ახლა გვასახელებს არ ვთქვი, ფეხს არ ურტყამდა ხოლმე ქვემოდან. როდესაც ფიგურას თუ რო აიღებდა და თქვა თუნდა და ცუდ ადგილზე დებდა, მიატყამდა გაუვარდებოდა, ხა ითამაშო ეთყო და იყო ესე დინოსტატი. შენ თუ აქვს რაიმე ხრიკი. აი მაგალითად ძალიან სერიოზული სახე მიიღო, ან ესაუბრო როცა მეგობრული თამაშია საუბარიც ხო მოსულა და შეიძლება იუმორში გადაიყვანო. არ მქონია, ხრიკი არ მქონია, მაგრამ შემთხვევა მქონია, როდესაც როგორ იყო ისი ცოტა უარესი პოზიცია ბავშვობის ამბავს ვამბობ, ცოტა უარესი პოზიცია მქონდა და შევატყვე რაღაცაზე, ჩემს ქმედებაზე მოწინააღმდეგეს გაეცინა. და ეს საჩემოდ გამოვიყენე, რადგან იმას გაეცინა, კიდე აი რაღაცა ის მოძრაობა გავაკეთეთ რაღაცა და 1-2-3 გავაცინა და ისეთი შეცდომა დაუშვა. კონცენტრაცია დააგარგია. ეს კონკრეტული ერთი შემთხვევა ნამდვილად მახსოვს.
გვარიც მახსოვს იმ ბიჭის ჩემზე ძლიერი იყო რეიტინგი და ალბათ ეს ხდება 30 წლის ამბავი მინიმუმ. არა, მე არ ახარ. 35. ხო, ერთხელ კი ვაღიარებ. ანუ ესე მაინც გაქვს რაღაცა, რომელიც თუ ძალიან გაგიწევდა. არ მინდა და ხა წაგებათან ძალიან მალე მივიღე წასაგები და ხა 15 წუთში რომ წაგებული გავსულიყავი, აი და 20 წუთში რომ მოგებული გავედი, უკვე იმაკ საკრო ისე შენც რა არის ხოლმე უფრო კომიკური ის რომ თამაშის დროს შეცდომას უშვებ და მე ხვდები თუ საერთოდ იმას რომ წააგე და ვერ მიხვდი. გოგა ხანდახან ისე რომ ხდება, შეიძლება პარტია დაამთავრო. წააგო და ვერ ხვდები რატო წავაგე. რატო წააგე, ხო? თუ ყველაზე კომიკურს მეკითხები, თუ გინდა სიმართლე ყველაზე კომიკური ჩემთვის არის ძალიან ცუცლას რო გავაკეთებ და ეგრევე რო ხვდები გაკეთებისთანავე. დამთავრებული არა. დამთავრებული არა და უკვე და ლაუქნა და აუ შემოიწვა. მაგას მეც ხვდები ხო. ხო, აი არის ყველაზე ისეთი, ხო, ცუდი. ეხა მას ლიჩაზე ვთამაშობ თავისუფალ დროს ვარ დარეგისტრირებული აპლიკაციით და მიყვარს 5 წუთიანები ბლიც მე მაინც რაღაცა ძველებური ბლიცის ისა ხო აი ეს პლუსები ხო ჯერ ვერ შევეჩვია იმ პლუსების სისტემას ჩემ დროს არ იყო რაღაც ცვლებზე რომ წამები ემატება ხო და ვაყენებ ჩოულები თლიან პარტიაზე 5 წუთიანებს მაგას თამაშობ და აი ეგრე არის რაღაცას გადაღლიზე ხო გონება 2-3 თამაშზე მეტი არ უნდა ითამაშო რო გადაიღლება მე უკვე შეცდომებს უშობ და ზუსტად გააკეთებ და ვაი რა ვქერი ხო ვერ დააბრუნებ უკვე და არის ხოლმე შორის ახლა გამახსენდა აი ბავშვობაში ესეთი იყო ხრიკი მაგალითად რომ გააკეთებდი სულას და ვითომ შეგეშალა და რაღაც ჩაფიქრებული გაქვს იმის აყვანა არ შეიძლება იმიტომ რომ შეიძლება შამაც უსვამ და აუ ეს რას დამემართა იტყოდი ეს ეგ ხათაშორის მე სხვა თამაშებშიც მაქვს ეგ და ესე გავრცელებული ამბავი არის ხო დო შეწუხდი და ახლა როგორ მომივიდა ეს არ ვიცი პატიმია თუ გახსოვთ ესეთი ნუ ჩემ ბავშვობაში იყო ესეთი სასაცილო ისტორია ხა არ დავასახელებ წვრთნელს მაგრამ თავისი მოსწავლე გააფრთხილა რომ გასაღებს გავაჩხაყუნებო და რა ქონდა იცი რაღაცა მინიშნებები ქონდა მოკლედ თქვათ ჭიქას თუ რაღაცა მივარტყე ის რაღაცა ლაზიერი ცვლა ეს რაღაცა და გასაღებს თუ გავაჩხაყუნებო ხედრით ითამაშება ესე მახსოვს რა ბავშვობიდან ყავდა გავფრთხილებული სულ დაავიწყდა ეს გააფრთხილა და ამწნელს უყვარდა გასაღები ჩავიდა თელი თამაშია ეს გასაღებს აჩაკურებს და ბავშვს გონია რომ ხედრით უნდა ითამაშო 20 სვლა გააკეთა ისე და ბოლო წააგო მიხვდა იმანაც რომ მოწინააღმდეგებაც რაღაცა ის გაერთო გასაღები ტრიალში და ეს სულ დაავიწყდა გავფრთხილებული ყავდა მოსწავლე და ამან 20 სვლა გააკეთა ხედრით და ეხა ბოლო შეცდომამდეც მივიდა ხო ის და საკრო იუმორი თუ გამოგდგომია ჭადრაკში ან ჭადრაკი თუ გამოგდგომია იუმორში მეორე უფრო იმიტომ რომ იცი რა არის ჭადრაკი გასწავლის დალაგებას გათვლას იუმორს მაგრა ჭირდება დალაგება მით უმეტეს შენ რაიმეს ამწყობს გულისხმობ აი რაღაც სკეჩი რაღაცა დრამატურგიულად რომ განვითარდეს ხო დღემდე მეხმარება თუ კი მართლა აი ასე უკვე ვიცი რის მერე რა იყოს როგორ იყოს აი ამ ხრივ ანუ ჭადრაკი ბევრად დამხმარები აქეთ და იუმორი ჭადრაკში შეიძლება მაშინ არ იყო ხა ჩემთვის იმ დოზე და ეს ერთი შემთხვევა რაც გავიხსენე აი მაშინ ხო დამეხმარა იუმორში როქი რა არის იუმორში იუმორში როქი ახლა ლოგიკურად რომ მიყვეთ რა არის როქი ხო მეფის დამალვა თავდაცვა უსაფრთხოებისთვის რაღაცა უფრო და იუმორში როქი პრინციპში იუმორიც ხოა თავდაცვა რა იუმორი შეიძლება გამოგიყვანოს ხო იუმორი არის თავდაცვა გადაგარჩინოს ისეთი უხერხული მდგომარეობიდან გამოგაზრინოს რომ კი იუმორი კი ალბათ ხო, მაგასაც უნდა ხო გათვლა, მეტყვი რომ იუმორს რო ამბობ, თუ ოპონენტმა ვერ აიყოლი ოპონენტი, ნუ შენ იუმორმა არ გაამართლა, ხო და თუ აიყოლი ოპონენტი, უნდა კონდეს კონტრდარტყმაც ალბათ, ხო ვერ მომზადებული. აი როგორ ჭადრაკში ჭირდება ოპონენტს შესწავლა, ისე უნდა იუმორში როგორი იუმორი წავა იმასთან. კარგი რამე თქვა. ხო, როგორი წავა იმასთან, სად არის? ანუ სადებოდო მომზადება მანდაც საჭიროა. ხო, აი მართება, მან დამზადებ უკვე შენ რომელი პროგრამა გჭირდება იქ. კარგი, ჭადრაკში არსებობს ელვისებური, ხო, ბლიც რო ეძახიან, ანუ ქართულად ელვისებურია, მაგრამ არსებობს ელვისებური კითხვა-პასუხიც. კი. და თვითონ უშუალოდ გია მოამზადა ელვისებური კითხვა-პასუხი და სწრაფად ხო, ძალიან მომიწონა ეს კითხვები წინასწარ რო გავეცანი. მაშინ უთხრათ ხო? მაშინ კარგი. კითხოთ. სწრაფად პასუხი შევიძლია, მაგრამ ამომწურავად უფრო მიყვარს და გავცობა შეიძლება, თუ აუცილებლად ერთი სიტყვით უნდა შემოვიფარგლო. კი, აი, მაშინ ერთი სიტყვით შემოვიფარგლო და ვერ განავრცე. მე კი ბატონო. მე ძალიან მომიწონა ეს კითხვა მაგალითად. ეხლა აქტუალურია ეს კითხვა და მოდი საკროსავს ვიტყოთ, ხო? კარსენი თუ კასპაროვი? რთული კითხვაა, მაგრამ თუ სწრაფად უნდა უპასუხო კასპაროვი. ხო, ახლა განავრცე. ახლა განავრცებ რატო?
ურთულესია შედარება სხვადასხვა ეპოქის მოღვაწეების მარადონა და ფეხბურთის მაგალითზე თავისუფლად აი სულ სხვანაირი იყო მაშინ ფეხბურთი და ეხლა სხვანაირია ხო ეხლა ის რო გეჩვენება ვიღაცა უფრო მაგარი ეხლა თვითონ სპორტი განვითარდა მივიდა იმ დონეზე და ამიტომ არის რთული ამ დროს უკვე ძველი იჩაგრება რომელმაც თავის დროზე ის გზა გაჩარხა გაიყვანა ხო მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პოპულარიზებაში მაგრამ ესეთი დიდი მსხვილი ფიგურები როგორც თვითონ აი კასპაროვია კალსენია ხო აი თვითონ სპორტია ყავთ რაღაც ეტაპზე ჩემთვის და შედარება არის ურთულესი უბრალოდ ეხლა მე კასპაროვი მაინც იმიტომ ვთქვი რომ ბავშვობიდან ვინც მოახდენ შენზე ეფექტს ის ხდება შენთვის მეფეც და მხოლოდ ამის გამო თორე ეხლა მაგრამ კასპაროვი ობიექტურად ჩემი აზრით მართლა რაღაცა ხო არ ვიცი ეხლა ჭადრაში ბევრი ამბობს ეხლა ბოდიში ბოლო სოფლიო ჩემპიონატს მაინც რაღაცა დონით არაკები რაღაც თითქოს დამცინავი რაღაც ის კიჩდა მე მის დონეს ვერ შევაფასებ გუკეში ბოლო ხო ვერ შევაფასებ მაგრამ თითქოს რაღაცა ჭადრაკიც არ ვიცი ეხლა მოდი ასე რომ ვთქვათ ობიექტურად არ არის მოწოდების სიმაღლეზე სოფლიო ჩემპიონატი იმიტომ რომ ტურნირებს ასაც თამაშობს ფაქტიურად ცხრილის მეორე ნახევარში რჩება ხო შეიძლება ხრიკია რომელიც ვთქვათ მის მოსამზადებელ დონეს ასე ვთქვათ ფარავს მალავს და შემდეგ იფიქროს სწორედ პირველობაზე თვითონ ეპოქა რო შეადარო ჩვენ დროს ჯერ საქართველოში უნდა მოგეგო შენასაკში გასულიყავი რაღაც პირველ ანუ ორ ადგილზე მხოლოდ მე მიდიოდი საბჭოთა კავშირის დროს სასწაული ხდებოდა რა ცალკე მსოფლიო ჩემპიონატი იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ხა ეს ვაღიაროთ დონე იყო ძალიან მაღალი აი კითხვა მომეწონა ესეთი რომელიც გიამ დაწერა და სხვათა შორის მე ძალიან მომეწონა იმიტომ მინდა რომ ვედაუსვა კარგი გჭირდება ერთი ქულა ის ერთი ქულა ორი ყაიმის ხარჯი გირჩევნია თუ ერთი წაგება ერთი მოგების ერთი მოგების მაინც მოგება წაგება არა სასიავნო არა მოგების და ფიქსირება მირჩენი რაღაცა სტრატეგი და რაღაცა ქულის მოპოვების ტიპი არასდროს არ ყოფილა რაღაცა თითქოს მაგრამ ლამაზი ფრეები თუ იქნება აი კარგად ჩაასმევინე პატი მაგალითად ან დაიჭირე უარესი პოზიციით კარგ ქიშებზე გამო მაშინ კი თუ მიხსოვ ზაგრო თქვენი პასუხი დაემთხვა ნონა გაფრინდაშვილს და მიხეილ ტალის პასუხს. მართლა? ხათშე შეიპასუხეთ. ფოტოშორის როდესაც იყო რაღაც გამოკვლევა იყო, გამოტო ნონა ყვება ამას თავის ინტერვიუში კვლევა იყო, რომელიღაც ტურნირზე სოციოლოგიური კვლევა იყო და დაუსვეს მოჭადრაკეებს ესეთი კითხვა ზუსტად, როგორი კითხვაც გოგომ დაგისვა და მიხეილ ტალმა და ნონა გაფრინდაშვილს უპასუხეს ერთნაირად. მოგება და წაგება მირჩევნიაო. ისა სასიამოვნო დამთხევა ქალბატონონასთან ის არის რომ ჩვენ ერთ დღეს ვართ დაბადებული 3 მაისს და ძალიან რაღაცა მიხარია ეს ფაქტი რაღაცა ოჩა კარგი მაშინ ინგლისური იუმორი თუ კახური იუმორი ორივე მიყვა იუმორი მიყვარს ყველანაირი ყველა იუმორს თავისი ადგილი აქვს პატივზე აი არ ვიცი ყველა რა ვერ გამოვარჩევ იუმორში ნუ დამაპირისპირებთ. კარგი, ჩვენერი პასუხი იყოს. და კიდევ ერთი ვიდრე ჩვენ ეთერს დავამთავრებთ, მინდა კითხვა აუცილებლად. ჭადრაკის ფიგურა რო იყო, რომელი იქნებოდა? აი, ან რომელ ფიგურას შეადარებდი? ალბათ პაიქს. პაიქს. ხო, იმიტომ რომ ჟარგონზე პახაობს, შრომობს, ოცნება აქვს რომ გაიზარდოს, გახდეს ვინმე კიდე სხვა რაღაც გარდასახვის უნარი მაგას ახლა თუმცა ახლა სხვა ფიგურასაც შეუძლია გახდეს უფრო ძლიერი, მაგრამ არა სავალდებულო გარდაისახოს და მხედარი შეიძლება თავიდან რაღაცა ცუდ ადგილზე იდგეს და ისეთ ადგილზე დააყენო რომ გადაწყვიტოს ხო თამაშის ბედი და მაგარი პოზიცია მიუჩინოს. გაზრდის ის, მაგრამ პაიკი იმიტომ მიზიდავს რომ პაიქს აქვს ექთვისება რომ შეიძლება ისე დაამთავროს ვერაფერიც ვერ ქნას, მაგრამ ოცნება ხო აქვს თავისი მიზნი. მოდი მე მაშინ ესეთ კითხვას ამ შენ კითხვას გოგო ესე გაარმორცობ. არჩევანის საშუალება რო გქონდეს. მხედარი გირჩევნია, რომელიც სულ ზიზა გადახტება გადმოხდება და თქვენ ყოველი გადახდომის დროს ფერსი ცვლის, უჯრის ფერს, ხო? თუ გირჩევნია, რომელიც პირდაპირ მიწის და გზარუხებს გზიდა სტაბილურად. რომელი გირჩევნია? ხო, საინტერესოა. არ ვიცი. დიაგონალებზე. ორივეს თავისებური ხიბლი აქვს. ალბათ დამოკიდებულია პარტნიორ ფიგურებზე. ვინ მყავს დანარჩენი ლაზიერს რომელი უფრო ჭირდება თუ ეტლი მყავს თუ პარტნიორებზეა და თუ მარტო ესენი არიან
უკვე ახლა პაიკების ფერზე რატომღაც ორიკუს მირჩენია ორ მხედარს რა, იმიტომ რომ გონია რომ პაიკებს უფრო კარგად ვიცავ ორი ხო, ორიკუს უპირატესობა ხო და ამიტომ რაღაცა ისე მოველოდი რომ შენ წყულს იტყოდი. ალბათ ცოტათი ესეც იყო, ხო, უფრო ოდნავ ხო, პოზიციაზე. თითქოს შეფასებით რომ სადღაც ოდნავ მეტი ის აი ორიკუს უპირატესობა ხო იყო ხოლმე კუს და მხედრესთან შედარებით. ორიკუს უპირატესობა. თორა თუ ჯაკეტელი პოზიცია ღმერთმა მოგცავ მხედარი მაშინ ხო? მანვირირებისათვის უფრო მეტი შესაძლებლობა არის. კარგი, ეგეთი კითხვა მაქვს ზაქროგურე. ჭადრაკის თაფაზე ერთ მხარეს არის 8 პაიკი და 1 ლაზიერი. ხო? შენი დაკვირვებით. ჩვენთან საქართველოში პაიკი უფრო მეტია თუ ლაზიერი? შეიძლება პაიკი იყოს უფრო მეტი, მაგრამ იმას გონია რომ ლაზიერი ეგაა თავარი რომ ბევრი პაიკია, მაგრამ გონია რომ ლაზიერია და ეგ უფრო დამოუკველია. როცა იცი რომ შენ პაიკი ხარ, ჯერ და ლაზიერი შეგიძლია გახდეს, კარგია და თავიდანვე რომ პაიკი ხარ და ლაზიერი გონია თავი, ეს ვერ გახდები არაფერი. ვერ გახდები. ძალიან საინტერესო იყო ზაქრო, ძალიან დიდი მადლობა. გვიხარია რომ იყავით ჩვენთან ერთად და ისე რას ურჩევდა მოჭადრაკეებს ზაქროს? საინტერესო იქნება ზაქროს რეცეპტი. აი ახალგაზრდა მოჭადრაკეებს ან ჭადრაკის მოყვარულებს, შენ უფრო ჭადრაკის მოყვარულებთან ურთიერთობა. რამე სახალის ორჩევას ხომ? სახალის ორჩევა, ხო? სახალის ორჩევა ის იქნება რომ თვითონვე გაიხალისონ ჭადრაკი როგორ, იმიტომ რომ იმდენად რუტინულია ეს შრომაც თვითონ და თვითონ სპორტის სახეობა რომ რაღაცა დონეზე იმედგაცრუებამდეც მიდიან ხშირად და მე ანებებენ თავს იქ იქნება დამარცხებაც იქნება შეიძლება უსამართლო მოქცევაც არ ვიცი შეიძლება ჩვენ დროს იყო ხოლმე რომ საჯებმა რაღაცა ქნეს ხო ვიღაცას უკარნახეს რაღაც მაგრამ ესეთმა რაღაცებმა არ უნდა დაუკარგოს ხალისი თვითონვე გადაიხალისონ თვითონ პროცესი და აუცილებლად შედეგი იქნება. ეს არის ძალიან რთული და ხანძლივი პროცესი სინამდვილეში. როგორ ჭირდება მაგასაგან არა? გახალისება ჭირდება. აი პერიოდულად უნდა შეგეძლოს მიღება ყოველი თამაშის. დღემდე ახლა მე მოჭადრაკე მოქმედი არ ვარ, მაგრამ ყოველ საღამოს როცა ვიცი რომ დააღლილი რაღაც წაჩამოვჯდები და გავხსნი და შეიძლება ისეთი ლამაზი პარტია მელოდება წინ რომ აი დღე გამილამაზოს რომელიც იყო უფერული. ხო და ამით ვარ ჩემთვის ამიტომ ითამაშე ჭადრაკი ითამაშე ჭადრაკი ხშირად გაიხალისეთ აუცილებლად ჭადრაკის თამაში და არა მარტო და პირდაპირ ზაქროს ინტერვიუც გეუბნება რა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჭადრაკი ცხოვრებაში და მათ შორის იუმორში დიდი მადლობა რომ იყავ ჩვენი სტუმარი წარმატებებს გისურვებთ და სახალისო არა მარტო ჭადრაკს არამედ ცხოვრებას დავთხოვოთ ზაქროს გონების დაფაზე ჩვენ გაგონების დაფა აუცილებლად თქვენ მადლობას გეტყვით მოწვევისთვის კომპლიმენტი იმისთვის რომ ასეთ გადაცემას აკეთებთ და დიდი სიამოვნებით მოვაწერ სხვადასხვა კასპაროვი რო ახსენე ჩემი ასე ვთქვათ ბავშვობის კუმირი და რა ვიცი სამაგალითო მოჭადრაკე პირადად ვყავს ნანახე ჩვენ შოუში ვყავდა სტუმრად 2000 რომელიც 11 რა ბევრი წელია უკვე გასული და მოუტანე სახლიდან ძველი დაფა გაგიჟდა საიდან გაქვს ესო საბჭოთა დროს იყიდებოდა ეს დაფა საიდან გაქვს და E2S-ზე მომიწერა ხელი და შეეშალა რაღაცა ნერვიულობა და შეეშალა შეცნობით მომიწერა მე წაშალა უკეთესად მომიწერა და E2S-ი აი იქიდან თუ იქნება მოვაწერა და სხვაგან მოვაწერა მოშეატრიალი შეიძლება სადაც გინდა იქ შეგიძლია აი სადაც გინდა იქ შემოვაწერე კი ბატონო აი რაღაცა სოლოშოს ჩვენი ბევრი სტუმარი იცავს საყვარელ უჯრას ხო ხო როცა აწევს აი მე მაგაზე არ მიფიქრია უფრო იყო და ხო აი ჩემი საყვარელი უჯრა რომელი არ მიფიქრია მაგაზე არ ხსოვს აი ალბათ მაინც ავტოვე ჩემი ესამს უკვე მერვე ხაზები როდესაც ლაზიერში გადიხარ რა თავარია ეს ასე თქვა საფინალო ხაზები რაც არის ალბათ ხო დიდი მადლობა ზაქროს სტუმრობისათვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი გადაცემა იმ ახალგაზრდებისათვის, ჭადრაკის მოყვარულებისათვის, რომლებიც გვიყურებენ ყოველ და ელოდებიან ჩვენ გადაცემას ყოველ კვირაში და მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი ჩვენი სტუმარი ძალიან საინტერესო იქნება მათთვის. დიდი მადლობა. როგორც დაკვირდით, ჩვენს მაყურებლებს მინდა შევთავაზო გოგა მაგნუს კარლსენისა და კან ერდოღმუსის პარტია, რომელიც შვედეთის ტურნირის ბოლო ტურში გათამაშდა და აი ნახე რა საინტერესოდ წარმართა მაგნუსმა ეს პარტია. მას უნდა აუცილებლად მოგება რომ პირველ ადგილი გაეყო და მიუხედავად ამისა მან ფაქტიურად ენჩპილშია თავიდანვე გადავიდა ენჩპილში. D4, D5, მხედარებს 3, C5, C4 DC E4 ლაზერის მიღებული გამპიტი გათამაშდა და CD შემდეგ ლაზერი D4 და აი მაგნუსი მიისწრაფის ენჩმილისაკენ და ვფიქრობს რომ
ენჩპილში მას მეტი შანსი აქვს ახალგაზრდა დიდოსტაც შეუქმნას პრობლემები და გამართდა მისი ეს მოლოდინი, მისი ეს დაგეგმვა პარტიის და ლაზერები გაიცვალა, ლაზერი კლავს D20, მხედარი კლავს D20, კუ D7, კუ კლავს C4-ზე, მხედარი C6, კუ S3, ჯეჯორით ფიგურები ვითარდებიან, მხედარი კლავს D20-ზე, კუ კლავს D4-ზე და E6. ნუ თურქი მოჭადრაკე ცდილობს რომ რაც შეიძლება მეტი ფიგურა გაცვალოს და იმედი აქვს რომ აი ცოტა ფიგურებში მას უფრო მეტი შანსი ექნება ყაიმის მიღწევის, მაგრამ ნახავთ რომ ესე არ გამართდა მისი მოლოდინი F3, მხედარი E7, მეფე F2, მხედარი C6, კუ E3, ეტლი C8, მხედარი D2, კუ მხედარი E5, კუ E2, კუ C5. აი ფაქტიურად ყველა ფიგურის გასვლა უნდა თურქ მოჭადრაკეს, თუმცა კალსთან თითქმის საყაიმო პოზიცია არ არის საკმარისი. კალსთან შეუძლია თანაბარი პოზიციას კი გადაითამაშოს, მოწინააღმდეგე და სხვა შორის ნაკამურამ დაწერა ძალიან საინტერესო რამ პარტიის შემდეგ, თქვა რომ კალსთან ასეთი თამაში კატეგორიულად მიუღებელია, კატეგორიულად აკრძალულია, რადგანაც არა მარტო ახალგაზრდა მოჭადრაკეს ნებისმიერ დიდოსტატის დამარცხება შეუძლია კალსთან ასეთ თამაშიო. აქ გაიცვალა კუები, ეტლი C5, ეტლი C1, ეტლი C1, ეტლი C1, მხედარი C6, E5 ნახეთ, თეთრები ცდილობენ სივრცის მოპოვებას, ტაქტიკური საშუალება მიეცათ მაგრამ ამიცადან მხედარი E5-ის აყვანა არ ვარგე ეტლი C7 შედის და ლაზერის ფრაგი გაწირული არის. ამიტომ მეფე E7, F4, ეტლი C8, A3. პროფილაქტიკური სულა არსად არ ეჩქარებათ თეთრებს, ზღუდავენ შავების მოქმედებებს, F6. აი რა თქმა უნდა ძნელი E5 პაიკი როცა ზღუდავს იმის მოთმენა და გინდა რომ ის გაცვალო, მაგრამ გაცვლების შემდეგ ნახე გაირკვა რომ შავებს უკვე პაიკთა ჯაჭვი ერთიანი აღარა აქვს და ეს რაღაც სისუსტე არის. ეტლი C3, მხედარი D4, ეტლების გაცვალა კალსენმა, კუ D3, A6, მეფე E3, მხედარი C6, მხედარი F3, B6, G4, E5 და H3. ძალიან მშვიდად. აი ამ პაიკების ჯაჭვის ერთიანობა რომ დარღვეული არის, ეს გამოჩნდება ბოლოს, იმიტომ რომ სისუსტეები უფრო მეტი ექნებათ შავებს. მეფე D6, მხედარი D2, გაიცვალა E5, F4 პაიკზე, მეფე F4, მხედარი E5, კუ F5, ნუ გასვლა არ შეიძლება მეფე F5 შემდეგ ძალიან დიდი სივრცეს მოიპოვებენ თეთრები, კუ B7, კუ C2, კუ G2. აი ნახეთ, აქაც საინტერესოა. კალსენ შეეძლო აქ პირდაპირ A4-ის ასვლა, მაგრამ ჯერ კიდევ გამოცადა ახალგაზრდა მოჭადრაკე, როგორი თამაშობდა ის მეფე G3, კუ D5, მეფე 4 და კუ G2 ახლა წავიდა A4. მეფე E7, B3, მხედარ ზღუდავს C4-ზე არ კონდეს დარტყმა, კუ H3-ზე კუ F5, კუ G2, მხედარ E4 და აქ გაცვალა შავებმა კუ მხედარში ალბათ ეს იყო შეცდომა, რადგანაც ალბათ ჯობდა ისე ქიში ეთქვა, მეფე S3-ზე ისე მხედარი E5 დაბრუნებული იყო და ცდა ქონოდა იმისი რომ თქვა დიდად არ შეეცვალა პოზიცია და როგორმე შეენარჩუნებუნა კუ, რადგანაც როდესაც კუ E4 გაიცვალა, კუ E4-ის შემდეგ გამოდის რომ პარტია ორ ფლანგზე მიმდინარეობს და კუ ორ ფლანგზე გაცილებით ძლიერია მხედარი და მაგრამ მას ჰქონდა იმედი რომ რაღაც აი შეუზღუდავდა მეფის შემოსვლის საშუალებებს, მხედარებს კუ D5, მხედარი D6 შემდეგ აი თითქოს ვერსად ვერ შედიან თეთრი მეფეს ვერ აქვს F5 უჯრა ვერ შედის G6-ზე, მაგრამ სულების ხო უთავდება ჩემს, ამიტომ A4, მეფე D7, B4, მხედარი C8 და მეფე E4. მხედარი E7, მეფე D4, ნუ მხედარი უგაცვალო კუში ეს სუდია, რადგანაც ძალიან დიდი სივრცის უპირატესობა აქვს თეთრებს და პაიკთან ენჩვილში უკვე ეს უპირატესობა მნიშვნელოვანი იქნება, ან E6-ზე შევა, ან C6-ზე შევა და პაიკები დაიკარგება. და აქ მოვიდა კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა. ანუ აიძულებს რომ შეცდომა დაუშვას რა. აი სულები უთავდება და რაკნან არიცან და აქ მოვიდა F5. რა თქმა უნდა, F5 შეცდომა იყო, რადგანაც განსვლელი პაიკის საშუალება მიცა თეთრებს შავებმა. რა თქმა უნდა ეს პაიკი არ გაიცვალა, წავიდა G5, გაიცვალა აქ მეფე D6, კუ B7, მხედარი G6, მხედარი C4, მეფე C4 და უკვე მეფე მიდის ლაზერის პაიკებისაკენ. მხედარი F8, კუ C8, მხედარი E6 და G6. აი აქ უკვე დაუშვა გადამწყვეტი შეცდომა შავებმა
ისინი მოვიდნენ მეფეშუს და უკვე აქ უკვე ყველა სულ გაითვალა გასულო ბოლომდე. ყველა სულ გაითვალა ბოლომდე აქ უკვე მეფე B5 თითქოს საშიში არის F5 პაიკ რადგანაც ის წინ წავა, მაგრამ არა, ყველაფერი გათვლია ბოლომდე. F4 მეფე A6 F3 მეფე კლავს A7-ზე და B5. აი ამის იმედი ქონდა შავებს რომ გადაუკეთეს თითქოს Q6-თან F4 პაიკის დაკავების საშუალება და არ შეიძლება A-B-ს მოკლა, რადგანაც F2 და გადის პაიკი დედოფალში. მაგრამ მას გამორჩა ძალიან მნიშვნელოვანი რეპლიკა თეთრების მხრიდან G7 და აიძულებს რომ მოკლავს ხედარის G7 და Q8-ზე გაიხსნა გზა. ნახე გოგა, ხედარი G7, A-B და F2-ზე Q8 და ახლა ხედარი 6-ის დაბრუნებას აზრი არ გქონდა B6 Q6 აქედან დაიჭერს უკვე პაიკს. და F2 Q6 ხედარი 6 B6 ხედარი D4 B7 ხედარი C6 და მეფე არვა. ნახე ყველაფერი ისეა გათვლილი რომ თეთრები ასწრებენ ლაზერის გაყვანას და B-პაიკის შენარჩუნებასაც. და რადგან B-პაიკის შენარჩუნებული პარტია დამთავრებული არის, წაგებული არის და შავები დანებდნენ. ხათა შორის რა შანსი ქონდა ამ თურქ დიდოსტაც გაცვლებს ვარ დათანხმებოდა. აი თუნდაც აი ლაზერი და რო დაგვეწყო. მე ფიქრობ გოგა რომ თურქ დიდოსტაც უნდა აგრესიული სტილი. უფრო რთული თამაში უნდა აერჩია. რთული თამაში უნდა აერჩია. ფიგურული თამაში უნდა აერჩია, შეტევა იქნებოდა თუ დაცვა იქნებოდა აერჩია და მე ფიქრობ აქ უფრო მეტი შანსი ქონდა. და კიდევ ერთი იყო თუ არა აი იმის შანსი რაღაც მომიჩვენა რომ იყო რა თქმა უნდა, მაგრამ ვარ გაეცვალა კულხედარში. ძნელია, როდესაც პრესში ხარ, იცი, სულ ყოველ სლოტზე რაღაცა კალსენთან ძნელია ამის თამაში, მე თუმცა კალსენი ფაქტურად ავტომატურად თამაშობს. შენ კიდე უნდა იფიქრო, დრო მიდის, იღლები, ცაიდნოჩი ვარდები, ამიტომ ძნელი არის, ძნელია. მოდი ახლა შევთავაზოთ ძალიან საინტერესო კომბინაცია ამოსახსნელად. ძალიან ელეგანტური კომბინაცია არის და მე ვფიქრობ რომ ჩვენი მაყურებლები ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებენ ის ამოხსნაში. პოზიცია არის და თეთრების სვლა არის. თეთრები ჩვენ ტელემაყურებლებს შევთავაზოთ რომ დაფიქრდნენ, ამოხსნეს ეს პოზიცია და გამოგზავნოს სწორი პასუხი ჩვენს Facebook მისამართზე. ჭადრაგის კლუბის 64 საქართველოს და შევაგროვებთ ისევ გამარჯვებულებს, როგორც წინა ჯერზე მოხდა და საინტერესო საჯარო ღონისძიებას ჩაუტარებ საჯარო კლუბ 64-ში. დიდი მადლობა ამოცანისთვის და იმედი მაქვს ბევრი ადამიანი გამოეხმაურება და ჩვენ კლუბში მოვიწვევთ დიდი სიხარულით. ახლა კი ჩვენს გადაცემაში ისტორიის დრო არის, ისტორია კი ჭადრაკის ოლიმპიადებით ვაგრძელებთ და კონკრეტულად მინდა მე-18 ქალთა ოლიმპიადაზე მოგიყვეთ. აქ უკვე კვლავ საქართველოს ნაკრები იყო გამარჯვების ასთხად პრეტენდენტი, მას ძლიერ კონკურენციას უწევდნენ ჩინეთი და რუსეთის ნაკრები. საბოლოოდ კი მართლაც ისე მოხდა, რომ პირველი ადგილი ჩინეთის ნაკრებმა დაიკავა, ხოლო მეორე და მესამე ადგილი უკეთეს კოეფიციენტის შედეგად რუსეთისა და საქართველოს ნაკრებმა დაიკავა. უკვე როგორც ჩვენი გადაცემის ისტორიიდან იცით, წინა შემთხვევები ეს იყო საქართველოს გამარჯვებით დასრულებული, ასე ვთქვათ, შედეგები, მაგრამ ამჯერად ეს მესამე ადგილი, არ ვიცი, იქ მონაწილეობდი გია ამ ოლიმპიადაზე. როგორ შეაფასეთ ჩვენ მოჭადრაკემა შევახსენებ ჩვენს მაყურებელს რომ ქალთა ნაკრებს წარმოადგენდნენ ქეთევან არახამია, ნანა იოსელიანი, მაია ჩიბურდანიძე და უკვე ნინო ხურციძე პირველად მონაწილეობს უკვე ქალთა ნაკრებში. როგორ განიხილებოდა იგივე აი ვაჟებს შორისაც აი საქართველოს ნაკრებს ეს მესამე ადგილი. არა, რა თქმა უნდა, ქალთა ნაკრები როდესაც თამაშობ, ჩვენ გვინდა სულ ჩემპიონები გახდნენ, გვინდოდა და გვინდა ეხლაც რომ გახდნენ ჩემპიონები. მაგრამ როდესაც ოლიმპიადაზე ამდენი გუნდით, ამდენი ქვეყანა თამაშობს, ნებისმიერი медаლი საპატიო არის, ხო? ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს წარუმატებლობა არ იყო, მაგრამ არ იყო ის ბრწყინვალე შედეგი, თქვა წინა სამ ოლიმპიადაზე, რომელიც დაფიქსირდა. აქვე ბარემ ამ ბრწყინვალეზე გამახსენდა, ბარემ აქვე ვიტყვი, რომ ვაჟთა ნაკრებმა მას ასევე ბრწყინვალე შედეგი გაგვახარა და გააუმჯობესა წინა ოლიმპიადების შედეგები და ამჯერად მე-7 ადგილიც მართლა გასაოცარი შედეგი იყო, ხოლო პირველ დაფაზე მოასპარეზე ზურაბ აზმაიფარაშვილმა ფენომენალური შედეგი აჩვენა, მან 2804-იანი პერფორმანსი შემოგთავაზა და ეს იყო ამ ოლიმპიადის საუკეთესო პერფორმანსი იყო და რა თქმა უნდა საჯადრო გონით რომ თქვენ მან +6 აიღო პირველ დაფაზე. ეს იყო გასაოცარი შედეგი იყო და ძალიან მაგრად თამაშობდა რა. მე მახსოვს რომ ფაქტიურად ყველა პარტიაზე გადიოდა და საუკეთესო შედეგს დებდა და რა თქმა უნდა ძალიან დიდი ლომის წვლილი მიუძღვის ზურავს რომ თქვა საქართველოს ნაკრებმა იქ მე-7 ადგილი დაიკავა.
ელის და ასე ვთქვათ ელისტის ოლიმპიადა გახდა, ასე ვთქვათ ვაჟთა შორისაც ბრწყინვალე შედეგის მაჩვენებელი. ჩვენი გადაცემა ამით სრულდება. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. მას წარმოგიდგინათ გია გიორგაძემ და გოგა ჩაანდირმა, გვიყურეთ ასევე ჩვენს YouTube არხზე. მომავალ შეხვედრამდე. მომავალ შეხვედრამდე.